ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტი უძველესი ხელნაწერები ინტერნეტში განთავსდება. აჭარის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული ხელნაწერებიდან მკვლევარებისათვის ხელმისაწვდომი 34 დოკუმენტი გახდა. მეცნიერები კვლევას ბათუმიდან იწყებენ. მათთან ერთად დროს კორესპონდენტიც იმყოფებოდა. აჭარაში მოძიებული 34 უძველესი ქართული ხელნაწერი ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოექცევა. ხელნაწერების შესწავლით დაინტერესებული სამეცნიერო წრეებისთვის ნიმუშები ინტერნეტით რომ ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს, მეცნიერები ახლა თითოეულ მათგანს აღწერენ და ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებს ავსებენ. სურვილს შეუძლია თემატიკის მიხედვით მოძებნოს. ამ თემატიკიდან შემდეგ უკვე გადავიდეს ადგილმდებარეობაზე თუ სად ინახება საქართველოს რომელ რეგიონში. ამის მიხედვით გებულობს საუკუნეს, შემდეგ უკვე ამის მიხედვით გებულობს ყველა პარამეტრს ხელნაწერის შესახებ. თუ აქამდე ხელნაწერების შესახებ ადგილობრივი ინფორმაცია არსებობდა, პროექტის ავტორებს საშუალება ეძლებათ 2 წლის განმავლობაში საქართველოს ყველა კუთხე მოიარონ და ყველა ხელნაწერის ზუსტი მისამართი აღნოსყონ. საქართველოს მასშტაბით არსებული ხელნაწერების ინტერნეტში განთავსება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტია. ეს არის სამეცნიერო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, იმიტომ რომ ინფორმაცია გარდა თბილისისა და რეგიონების მნიშვნელოვანი მუზეუმების მონაცემებისა მოსახლეობას და სამეცნიერო წრეებს განსაკუთრებით არ აქვს ინფორმაცია, სად რა ხელნაწერები არის დაცული. უნიკალურ ხელნაწერებს სპეციალისტები ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში, მოქმედ მუზეუმებში ეძებდნენ. ისინი ასევე შეხვდნენ კოლექციონერებს, მათ მიერ მიკვლეული ხელნაწერები მე-18-მე-19 საუკუნით თარიღდებოდა, როგორც მეცნიერები ამბობენ, თითოეული მათგანის ღირებულება განსაკუთრებულია. ხელში მიჭირავს ხელნაწერი წიგნი, რომელიც არის დავათარიღე მე-18 საუკუნით, რომელსაც გააჩნია დაწერილია რუსულ ქაღალდზე, აქვს გააჩნია ჭვირნიშანი, თარიღიანი ჭვირნიშანი, 1785 წლით არის დათარიღებული, ხელნაწერი კარგად არის მოღწეული, ასევე ხელნაწერს გააჩნია თანადროული ყდა, ტყავის ტვიფრული ყდა, რომელზეც გამოსახულია მცენარეული ტვიფრები, აი ეს ტვიფრები დამახასიათებელია მე-18 საუკუნისათვის. აჭარაში მოპოვებული ხელნაწერების უნიკალურობა მეცნიერების განმარტებით მხოლოდ სიძველეში არ მდგომარეობს. რაც ჩვენ ვნახეთ, არის ძალიან ნიშანდობლივი სოციუმის ინტერესებისა და იმ საგანმანათლებლო ტენდენციებისა, იმ ეროვნული ფესვებისკენ სვლისა, რომელიც რეგიონს ახასიათებს. სად რა ხელნაწერი ინახება საქართველოს ყველა კუთხეში ჩატარებული კვლევების შედეგები ეროვნულ ბაზაში 2 წლის შემდეგ გაიტვირთება. ინფორმაცია ინგლისურ ენაზეც განთავსდება.